გიყვარს დათარსულები და ყველა ვიდეო გაქვს ნანახი? ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად გახსოვს თუ უბრალოდ არ იცი რა ჯანდაბას უყურო და რა ვიცი, ჩართე ეს ვიდეო და რამე საინტერესო თუ მოხდა, ხო კაი, თუ არ და გათიშავ მალე. კონტენტი აღარ კეთდება ამ ქვეყანაში. ხო, კიდევ, სანამ ჩამქოლავდეთ გეტყვით, რომ ახალი სერია 30 ივნისს დაიდება. სულ რაღაც 2 დღეში. მანამდე ტრაილერსაც დავდივართ. ახლა კი ვნახოთ, რამდენად კარგად გახსოვთ დათარსულებში მომხდარი მოვლენები. ვიდეოს ბოლოს კი კომენტარებში დაწერეთ თუ რამდენ კითხვას გაეცით სწორად პასუხი. ან არ დაწეროთ, რაღია, სავალდებულოა. მაშასე, დავიწყოთ. პირველი სეზონის მეორე სერიაში ვარგისომ ახალი ტრაქტორი იყიდა. ძალიან მაგარი მოდელია რა, პლიტა, მოტორი, ტრაკის მასაჟური და ყველაფერი ვაფშე იმენ. რად უნდა ვარგისოს ტრაკის მასაჟორიანი ტრაქტორი? იმიტომ რომ ემაილის ტრაქტორს ეს ფუნქცია არ აქვს. B. პროსტატასთვის ყოფილა კარგი. C. გადახრები აქვს და D. როცა მიწას ხნავს პარალელურად ბარძაყის დეპრესიასა ჩველის. დრო. რა, პლიტა, მოტორი, ტრაკის მასაჟური და ყველაფერი ვაფშე იმენ. და ტრაკის მასაჟორი რა გინდა რო? პროსტატასთვის ყოფილა თურმე ძალიან კაი. სწორი პასუხია B. პროსტატასთვის ყოფილა კარგი. შემდეგი კითხვა. პირველი სეზონის მესამე სერიაში პაჭომ და ჭახანამ სველი წიგნების ბიზნესი დაიწყეს, რომ გადასაფურცლად თითზე დაფურთხება აღარ დაგჭირდეს. მალე პირველი მომხმარებელი გამოჩნდა. ვაიმე, გიჟდები განათლებაზე? ეს რა წიგნია? რას აკეთებს მომხმარებელი ამის შემდეგ? A. შპაგატში ჯდება. B. ბიჭებს უბრაზდება. C. ამბობს რომ ძალიან ნაკითხია და D. სუნავს წიგნს და უცნაურად კვნესის. მეორე სეზონის პირველ სერიაში პოლიკა მასწავლებელს პრეზენტაციის გაკეთების უფლება თხოვა. როგორც ხედავთ, პრეზენტაციას ვატარებ და უფლება არ გაგვთ გამაწყვეტინოთ. კითხვებით ბოლოს მომართეთ. რატომ აქვს ჩვენი სკოლის წყალსფსელის გემო? ალბათ ეს კითხვა ყოველ ჩვენგანს გასჩენია თავში. მაშასე კითხვა. რატომ აქვს თარსულას სკოლის წყალსფსელის გემო? A. იმიტომ რომ ტუალეტის და წყლის ონკანს ერთი და იგივე მილი აქვს, დანარჩენი კი ღმერთისნებაა. B. პაჭო კაკაჩია სკოლის წყლიდან სასმელ მინერალებს იღებს და სამეგრელოში კონტრაბანდის სახით გზავნის. C. სკოლის აშენებამდე ამ ტერიტორიაზე მეგრელების ტუალეტი იყო და D. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი არ არის სწორი. ჩემი გამოძიებით დავადგინე რომ პაჭო კაკაჩია სასმელი წყლიდან სასარგებლო მინერალებს იპარავს და სამეგრელოში კონტრაბანდის სახით გზავნის. მოდი გავაგრძელოთ. ცოტა ხნის წინ ვიდეო დავდე, სადაც მაყურებლების მიერ დასმულ კითხვებს თავად პერსონაჟები პასუხობდნენ. ვის ქომა გობთ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში? ობიექტურად რომ მიმსჯელოთ, ვინ მოიგებს წელს ლიგას? მაშასე კითხვა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის რომელ გუნდს გულშემატკივრობს პოლიკა? A. BMW Pats. B. Iberias. C. Torpedos. თუ D. თბილისის დინამოს. მოდი საკითხს ასე მივუდგეთ. რომელია ყველაზე ტიტულოვანი გუნდი? BMW Pats. კაიოს ფეხბურთზე ვლაპარაკობთ. ვუი, მაშინ დინამო თბილისი? ზუსტად. აგერ ნახავთ თუ არა, ჯერ მარტო მაგათი ექიმის გამოღის გულშემატკივრობა. მეორე სეზონის მეხუთე სერიაში მაჯიკა შელოცვას იყენებს და პლანეტა დერტემერიდან უკანალს იძახებს. სერიის ბოლოს კი ის საკუთარ პლანეტაზე ბრუნდება. რას ეუბნება საკუთარ პლანეტაზე დაბრუნებული უკანალი თავის თანამემამულე უკანალს? A. ჩუმბა ჩამბა მოკლეს. B. არ დაიჯერებ რა მოხდა. C. დიდება დიად უკანალს. თუ D. გაგედო გელა. გაგედო გელა. მეორე სეზონის მეექვსე სერიაში მაჯიკა ამბობს, რომ კობას ამ სამყაროში მოხვედრა მისი ბრალია, თუმცა კობამ გააცურა.
თქვენთვის თავარი რამ არ მithქვამს. ყობა ამ სამყაროში ჩემი დახმარებით მოხდა. სამწუხაროდ ჩემი გაცურება შეძლო, მაგრამ ახლა ამის დრო არაა. მაშასე კითხვა: რა გაუკეთა ყობამ მაჯიკას? A. დაპირდა რომ სამყაროს ნაწილს მას მისცემდა. B. გოგოთ გადაიქცა და მისი შებმა სცადა. C. ფული ქიუნეთში ჩაადებინა. თუ D. ნამუსი ახადა. დრო. შენ დამპალო ჯადოქარო ეს ყველაფერი შენი მოწყობილია არა? აბა რა გეგონა? მოტყუებით ფული ქიუნეთში რომ ჩამადებინე. მოიცა რა? პირველი სეზონის მესამე სერიაში პოლიკარპემ ახალი ბიზნესი წამოიწყო, რომელსაც რეკლამაც გაუკეთეს. რეკლამაში პოლიკა მითოლოგიურ წარსულზე საუბრობს. მაშასე კითხვა: ცეცხლის მაგივრად რა მოპარა პრომეთემ ზევსს? A. შიბლა. B. გაჯი. C. თმებით ღლეზია. თუ D. მელოტი კაცი. საქმე იმაშია რომ ძველად პრომეთემ ზევს ცეცხლის მაგივრად სინამდვილეში მელოტი კაცი მოპარა. ცეცხლიც იმან დაანთომერე და შეწვა რაღაცები. კაი, ხო ეს მესადვილი იყო. ნუ პრინციპში ახლა მე რო ვფიქრდები, ჩემს ყველა ადვილია. შემდეგი კითხვა. მეორე სეზონის მეორე სერიაში განდრონი თარსულას დაესხა თავს. ესე იგი, ბრახანო დაიზახა რაღაცამ, შემოგვივარდა სახლში განდრონი, სადაა პოლიკარპეო. შენი შვილი სადაა? მეთქი რა გინდა შენ ჩემ შვილთან? რა უპასუხა განდრონმა დევის? A. რა მინდა კი არა, ბევრს ნულაპარაკობ ბიჭო. B. ამ პროპელერს ხედავ, ცოდვას დავატრიალებო. C. რა მინდა კი არა, შვილი მოჯვი ბიჭო. თუ D. ის დიხლადოლი ბავშვი სადაა? ხოდა იმან რა მინდა კი არა, შვილი მოჯვი ბიჭო და ეს პროპელერი ზურგზე რომ აქვს დაატრიალა და აწყვეტილი ჩუს. როგორ მიდის საქმეები? ამასობაში მე-9 ბოლოს წინა კითხვას მივადექით. მესამე სეზონის პირველ სერიაში პოლიკა მეგრელთა რევოლუციის შეჩერებას ცდილობს, რის გამოც მან და გაიოზმა მეგრელებად გადაიცვეს, რომ პაჭო დაეკითხათ. სალამი ძმებო. სალამი? რა კარგია რომ რევოლუციას ვიწყებთ არა? არ ვიცი რაზე ლაპარაკო. სწორია, ჯერ არც კი გაგეცანი. კითხვა: რა სახელებით გაეცნენ პოლიკა და გაიოზი პაჭოს? A. ბროლისა ღვინჯილია და ფიზიკა ლატარია. B. ველოდი მებონია და ცეკვავა სუჟა. C. ზესნა სანაია და მიმოზა ურუდია. თუ D. ჭუჭუ ღურწკაია და ჯინჯიკო ჩხი. თუ D. ჭუჭუ ღურწკაია და ჯინჯიკო ჩხაპელია. მე ველოდი მებონია ვარ, ეს ჩემი ბიძაშვილია, ცეკვავა სუჟა. რა იყო დეზე რო გამეცინა, ხო არ გეგონა რომ D იყო სწორი პასუხი? არ აქვს მნიშვნელობა, ბოლო კითხვისთვის მოემზადეთ. მესამე სეზონის მე-6 სერიაში ჯადოქრების სკოლის ერთ-ერთი სული ხრინტატორის წარსულზე საუბრობს. მაშასე კითხვა: მოჩვენების თქმით, რით ქონდა ხრინტატორს გონება დაფარული? A. დეპრესიით. B. სიზმრების სამყაროთი. C. უბრალოდ ცუ მაგიით. თუ D. ტუნტყლით. დრო. დანადგანაც ხრინტატორი ამ ოთახში ბევრ დროს ატანებდა, კომუნიკაციას ხშირად გვიწევდა და მეგობრდით კიდეც. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მას გონება ტუნტყლით ჰქონდა დაფანული. და ასე ვიდეოს დასასრულსაც მიუახლოვდით. თუ მოგწონს გავსი ტიპის ვიდეოები, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დამიწერეთ თუ რამდენ კითხვაზე მოახერხეთ სწორი პასუხის გაცემა. ეს ვიდეო ასე დასრულდა და გვპირდებით რომ 30-ში ძალიან მაგარი ახალი სერიით დაგიბრუნდებით.